ხვალ 25 აპრილს 40 დღე შესრულდება საქართველოს პატრიარქის გარდაცვალებიდან. ნამდვილად რთული იყო დამეთანხმებით ალბათ ეს დღეები უწმინდესის გარეშე. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა სხვადასხვა ეპიზოდი გადაცემაში, სადაც ვიხსენებდით მის შემოქმედებას განვლილ წლებს და ჩვენი რელიგიური კანონმდებლობით მე-40 დღე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ჩვენ ვაგრძელებთ იგივე ხას, ასე ვთქვათ, ისევ და ისევ ვიხსენებთ ილია მეორის პატრიარქობის მნიშვნელოვან მომენტებს, ისტორიულ ფრაგმენტებს მისი ცხოვრებიდან, მოღვაწეობიდან, უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს და თითოეული ეპიზოდი და თითოეული სულ პატარა ამბავი და დეტალიც კი ძალიან საინტერესოა მისი ცხოვრებიდან, ძალიან მნიშვნელოვანია და ძვირფასია, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს და ზოგადად ფართო საზოგადოებას საქართველოში. დღესაც ამ თემით ვაგრძელებთ გადაცემას და ჩვენი სტუმარი უნდა მოვიწვიოთ ახლა ჩვენს ეთერში, ეს არის მხატვარი ნიკუშა შენგელაია, რომელიც შემოგვიერთდება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო წარიმართება ჩვენი ინტერვიუ და დიალოგი მოგონებებით პატრიარქზე. მობრძანდით, მხატვარი ნიკუშა შენგელაია არის ჩვენი სტუმარი. გამარჯობა. დაბრძანდით. და ვისაუბროთ პატრიარქზე, თქვენი შეხვედრებიდან, თუნდაც პირველი შეხვედრიდან და მთავარი მომენტებიდან, რაც აი როგორც გახსოვთ, ასევე აი ამ 40 დღის განმავლობაში სულ ტივტივდება მგონებაში და თქვენს მეხსიერებაში. ბატონო. მახსოვს და ჩემ მეხსიერებაში. სულ თვალწინ მიდგას პატრიარქის ღიმილი. და საოცარი კეთილშობილური ღიმილი ქონდა პატრიარქს. სანამ პირადად ჩემ ურთიერთობაზე, ჩემ ოჯახთან ურთიერთობაზე ვისაუბროთ, მინდა მაინც ვთქვა ორი სიტყვით, რომ ხვალ 40 დღე გადის, რაც არ აქვს პატრიარქი. თითქოს მან თავისი წასვლით რა, აი გაერთიან ერთად დააყენა ერი რა. მე ესეთი მდუმარე ენი და თვალზეც მორეული არავის არ მინახია ქართველები. რა არ გავიარე დაწყებული და რამდენი ქართველების შეკრება, მაგრამ ისე არ დავინახე რაღაცა ძალა დავინახე ამაში რა. უდიდესი ძალა არის ჩვენი ქრისტიანობა. აი ეს დავინახე რაც მაგან იმ დროს, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ორად გახლეჩილი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ხო, არ ვიცი რამდენად გახლეჩილი, გამოხლეჩილია ისტორიაში ბევრი მომენტები ქონია ღალატისაც, გახლეჩვის ყველაფრის, მაგრამ ქრისტიანობის მიმართ უდიდესი ნაწილი ყოველწრიული იყო. მე მგონი ამან მოგვიყვანა ჩვენ დღემდე. ისეთი ისტორია ქონდა და პერიპეტიები, რომ ამან მოგვიყვანა და ის დღე იმ დღეს ეს იყო სურვილი მისი, რომ გაერთიანებული არა მხოლოდ ტერიტორიალურად ენახა საქართველოს, არამედ ერი იყო გამთლიანებული. აი ეს იყო ისეთი მკაფიო სურათი რა. მე მგონი ბევრმა იგრძნო ეს ყველაფერი რა, მაშინ. ბევრმა იგრძნო და მე თუ შეიძლება დავზენ, ეს ყველაფერი ხომ დიდი მარხვის პერიოდში მოხდა და სხვათა შორის თვალყურს ვადევნებდი აღდგომის ღამეს მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ცუდი ამინდი, ხო წვიმა, სავსე იყო ყველა ტაძარი, თითქმის ყველა ტაძრის წინამძღვარმა თქვა, რომ გაორმაგებული რაოდენობით მოვიდა წელს მრევლიო, არა მხოლოდ მრევლი, ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება წლების განმავლობაში არ ყოფილან, თქვათ ლიტონიობაზე, ეკლესიაში, მარხვა ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიცვა და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სწორედ პატრიარქის სიყვარულმა იმ დანაკლისის აღქმამ განაპირობა, რომ ამაშია ჩვენი ხსნა, რომ ქრისტეს გზა არის, რასაც სულ პატრიარქი გვასწავლიდა, ჩვენი გზა და ეს ქრისტეს გზაც რა არის? სიყვარული ერთმანეთის, მიმტევებლობა ერთმანეთის და მოკლედ კიდევ ერთხელ ალბათ მადლობა უნდა უთხრათ ყველამ ერთად ჩვენს პატრიარქს იმისთვის, რაც დაგვიტოვა და აი იმ დღეებში ზუსტად თელმა ერმა გამოხატა ეს მადლიერება, იმიტომ რომ პატრიარქის მოღვაწეობა ძალიან რთულ პერიოდში მოუწია მას. აი ესე რუდუნებით, მოთფინებით, კომპრომისებით აშენა, აგურ აშენა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ იყო ეპოქა, როცა ფაქტიურად რწმენას ებრძოდნენ 50-60 წლის განმავლობაში. საბჭოთა კავშირის დროს ის რომ მოვიდა, ახლა მე მახსოვს ჩემ ახალგაზრდობაში უამრავი ტაძარი დავდიოდ საქართველოს მოვლილი მაქვს, აი ჩამოშლის პირას იყო ისტორიული ტაძრებიც ეს ყველაფერი, აი ეს ყველაფერი რუდუნებით, ესეთი სიყვარული წმენით და მოთმინებით, რაც თავარია რა.
თუ ბევრს ლაპარაკობენ რაღაცებს, ეს თვისებები მას არ ქონოდა და ეს უდიდესი სიყვარული უფლის რა, ვერ გააკეთებდა ვერავინ ვერაფერს. ამიტომ აი ეს შეძლო მან და ეს დაუბრუნა ქართულმა ხალხმა, ერმა მას ზუსტად. მან ააშენა და გააცოცხლა რამდენ ტაძარში ლოცვა კურთხევა დააყენა. რამდენი ეპარქია იყო, როცა მოვიდა პატრიარქი და რამდენი ეპარქიაა დღეს და თავარია თვითონ ადამიანებს იმედი ჩაუსახა. იცი, ყველაზე დიდი ტაძარი არის ადამიანი. ეს ეძახის ქრისტე ღმერთი. აი ამ ადამიანებში ააშენა მათ გულში ეს ტაძრები მან სულ ყველაფერი. ნიკუშა, თუ გავიხსენებთ ხა პატრიარქის ცხოვრებას, არაერთხელ უსაუბრია ყველა ხელოვანს, ხო? ის იყო ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი, თან ყველა მიმართულებით. მხატვრობა იქნება ეს, მუსიკა იქნება, საგალობლები, თვითონაც იყო ხატმწერი, ძალიან ლამაზ ხატებს წერდა, ასე ვთქვათ. მოდი, ამაზე რომ ვისაუბროთ, თქვათ, აი მისი დამოკიდებულება, თქვენი პროფესიის მიმართ, არა მხოლოდ პიროვნული, არამედ აი პირდაპირ ხშირად ჩვენთან მოდიან სტუმრად ხელოვანები და სულ ყვებიან, რომ ეკითხებოდა დეტალურად, ახლა რას აკეთებ, რაზე მუშაობ, შემდეგ იყო ამაზე საუბრები. იმიტომ რომ მრავალფეროვანი პიროვნება იყო. თვითონ იყო ძალიან საინტერესო პიროვნება, იცით? გახსნილი იყო ყველაფრისთვის რა. არა მხოლოდ ხელოვნებისთვის, აი ადამიანებთან ურთიერთობისთვის, ხო, პატრიარქი იყო, ხო? რამდენ ლოცვას კითხულობდა დღეში, ეპისტოლებს ამზადებდა ამ ყველაფერს და ყოველთვის ეცალა ნებისმიერი ადამიანთან საურთიერთოდ, იმიტომ რომ აი ეს იცოდა, რაც მე მოგახსენეთ, რომ თავარი ტაძარი არის ადამიანი. მისი ნიჭი, მისი თვისებები, მისი ცოდნა. ის არ იყო ესეთი ჩაკეტილი პატრიარქი, რომ მხოლოდ ლოცულობენ და ტაძარში ატარებენ თავის ცხოვრებას. და ყველაში რაღაცა სიკეთის და კარგი მარცვალი გაეღვივებინა, ხო, იმ ადამიანშიც კი, ვინც რაღაცა მომენტში თავად ვერ ხედავდა ამან თუ იმთვისება საკუთარი თავისას, ამაზეც ბევრჯერ უსაუბრიათ ჩვენ სტუმრებს. თუ შეიძლება საწყის რომ დაუბრუნდეთ, როგორ მოხდა თქვენი და პატრიარქის პირველი შეხვედრა? ისა პატრიარქი მე მახსოვს ახალგაზრდობიდან, იმიტომ რომ ძალიან ესეთი შირი და თბილი ურთიერთობა ჰქონდა ბებიაჩემთან, ვერიკოსთან. ვერიკოს ტრაგიკული ის ჰქონდა რა, ცხოვრება, იმიტომ რომ შვილი დაკარგა ბოლოში და საერთოდ გაიტანა ოთახიდან ხატები, ჩაკეტილი იყო და ესეთ უთქმელი ქალი იყო და მე მახსოვს მხოლოდ მისი ეს ღამე ტირილსაც ვერ დაუძახებ, არ ვიცი რაღაცა ვინმა რა მისი რა და ხო და პატრიარქმა რო შეიტყო, მე მოდიოდა და ვერიკოსთან ცდილობდა რომ მოებრუნებინა, იმედი მიეცა რაღაცა და ეს სახლში მოდიოდა თქვენთან? სახლში მოდიოდა და ესე საუბრობდნენ ეს მახსოვს ვერიკოსთან ოთახში. და ბოლოს ვერიკომ დააბრუნა ხატები ოთახში. ანუ მან შეძლო მაინც მენაში გადაეყვანა რა ამხელად კივილის შემდეგ დედა ხო, ყველა დედა რომელიც შულს დაკარგავს მერე გაგრძელდა ეს ურთიერთობა დედაჩემთან, სოფიკოსთან. სოფიკო რო გარდაიცვალა, ძალიან ხშირად მირეკავდა და მეუნებოდა, მოდი, სადახარ, ზუმე საუბრებოდა რაღაცებს, იმიტომ რომ მე ძალიან განვიცადი და ერთხელ მითხრა, რომ ნიკუშაო გავიშ სოფიკოს სულიო რა. ანუ შენ განსტაზო უჭირსო გასვლაო სასუფეველშიო რა. ხო და მე ხა ვერ გავიგე რა, მაგრამ ალბათ რაღაცა მე იყო ამაში და შემდეგ კონდა ხშირი ურთიერთობა კონდა, ხა მე ძალიან არ ვაწუხებდი, მაგრამ როგორც კი თვითონ სურვილი კონდა, აუცილებლად ურთიერთობდი და ძალიან ბევრ რამეზე გვისაუბრია. ძალიან. ეს არის საინტერესო. გარდა იმისა, რაც ჩვენ ყველას წარმოგვიდგენია, რა თემებზე შეიძლება პატრიარქმა ისაუბროს, აი თქვენ რა დიალოგები გქონდათ? ნუ ყველაფერი ესეთი რაც ხელოვნებაში ხა მე ადრე არ იყო მაშინ ვიდეო კამერები და სუპერულად გიორგიმ ჩამოიტანა მამაჩემა იაპონიიდან და გადავწყვიტე წავედი და 3 წელი ვიმუშავე ზაფხულობით, გადავიღე მთელი ფრესკები, იმიტომ რომ ფუშტებოდა ფრესკები, დავით გარეჯიდან დაწყებული მთელი ქართლი, ატენესიონი, ყინწვის ეს ყველაფერი გადავიღე და სამწუხაროდ ჩვენი სახლი გაქურდეს და ეს კასტები მოიპარეს, იმიტომ რომ მინდოდა უკვე დამონტაჟებული იყო ნახევარი, რომ გადამეცა არქივისტვის, მუზეუმის არქივისტვის და
და ამაზეც საუბრობდით, მითხრა რომ აიო ეგება გაიმეორო, მაგრამ ბევრი რამე უკვე სამწუხაროდ ხო, ეს ბერთუბანი, იქა ეს ყველაფერი სხვა ტერიტორიებზეა, ჩვენი საოცარი ტაძრები და ფრესკებია სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, საცა დღეს უკვე ჭირს. გარდა ამისა, ძალიან აინტერესებდა ფილოსოფია და რაღაცებზე საუბრობდით რა. ერთხელ რაღაცა იმაში გავიხსენე კიდევაც, რომ კვანტურ ფიზიკის ველში და მიღმავად საუბრობდით რაღაცას და ამ ფაქტურად ფიზიკაც მივიდა ღმერთამდე რა დღეს და ეძახის რომ ყველაფერს თავი შემქმნელი ყავს და ენერგია და ინფორმაცია არ იკარგება და ყველაფერს რო უყებოდი მომენტალურად კი ეგრეა ნიკუშ ამას ვეძახითო ჩვენ უკვდავ სულსო მივხვდი რომ შორის ეს სულ ბევრი ადამიანი აღნიშნავს ვისაც მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მიუხედავად იმისა თქვათ მისი უდიდესი სულიერებისა საეკლესიო ცხოვრებისა ძალიან თანამედროვე ადამიანი ყველაფერს ფეხ და კვალ მიყვებოდა ამ თანამედროვე სულ აინტერესებდა რა ინფორმაცია საუბარი ადამიანებთან რა და ამასთანავე აი ყველა სტუმარს ვინც ამ 40 დღის განმავლობაში ხო რამდენი ისტორია მოვისმინეთ ყველას აქვს განცდა რომ მასთან იყო ინდივიდუალურად სულ სხვანაირი. ეხლა თქვენი მონაყოლის მაგალითად დარწმუნებული ვარ რომ ქალბატონ ვერიკოსთან საერთოდ სხვა იყო პატრიარქი და საერთოდ სხვა დიალოგები იყო, სოფიკოსთან კიდე სხვა და თქვენთან პირადად კიდე სხვა. ეხლა ერთი ოჯახის მაგალითზე სამი სხვადასხვა გამოიყო. აი როგორ დაახასიათებთ ანუ რა უნარის ან რა სიძლიერის მქონე უნდა იყოს ადამიანი რომ ამდენ ხალხთან უახერხოს რომ ყველასთან იყოს ინდივიდუალურად. ეს არის სიყვარულის სიძლიერე. ეს არის გულწრფელობის და უშუალობის და ამ დიდი კეთილშობილი ბუნების თვისება ესეთ ეს რომ სულერთია ვისთან მეკითხარი დასაწყისში თვითონ ადამიანი იყო მისთვის ტაძარი ნებისმიერ აი გაჭირვებული ადამიანი უბრალო ადამიანი რა ესეთი ისტორიაც რამდენი მოვისმენთ რამდენი ადამიანი ვისაც ძალიან უჭირდა პირდაპირ თავის საპატრიარქოში თავის რეზიდენციაში გაჭირვებული კაცი რომ მივა თუ გინახიათ სოციალებში იდო და მე ხელებზე რო კოცნის ხო და რო რაღაცას აჩუქებს პატრიარქი და ეს ეუბნება რომ მოწმინდესო მეო იმდენად გაჭირვებული ვარ მინდოდა მეჩუქებინა რამე მაგრამ არაფერი არ აღმომაშთა ისეთი რომ თქვენთვის მომეცაო და მოუტრიალდება და ეთქვის შენახარ ჩემი საჩუქარი ამას ხო დიდი პიროვნება და შემდეგ ხელზე კოცნის თვითონ პატრიარქი ამ ადამიანს კი ამიტომ ის ბუნებით იყო საოცარი დიდი ადამიანი რა თავის აი ამ ყველა თვისებით არ ჩამოუთვალე იმიტომ იყო გადამდები იცით ესე იგი შეიძლება ყველამ რაღაცა ისაუბროს მაგრამ ნათქვამი მტკმელს უნდა გავდესო ნათქვამი ადამიანები იჯერებენ და გადამდებია როცა გულწრფელად იზახი და შენი ნათქვამი მტკმელს უნდა გავდეს აი ეს კონდა პატრიარქს რომ ყველა მისი სიტყვა ზუსტად მიდიოდა გულში ადამიანების იმიტომ რომ ძალიან გულწრფელი იყო რა სხვათა შორის სანამ დავასრულებთ სულ მახსენდება ხოლმე ზუსტად იმ გარდაცვალების დღეებში ქრონიკა პირდაპირ ეთერში რომ მუშაობდა ლევან ჯავახიშვილმა გამოაცხადა ასეთი რამ რომ ეს დღევანდელი დღე და ზოგადად ეს დღეები დასტურია იმისა როდესაც იმედი სულ აკეთებს სხვა რეიტინგებს ხო და ყოველთვის პირველ ადგილზე რეიტინგებში ადამიანებში იდგა პატრიარქი რაღაცა ძალიან დიდი სხვაობით და მაშინ აღნიშნა რომ ჩვენ რეიტინგებში პირველ ადგილზე სულ რომ პატრიარქი იდგაო ეს დღეები ამის ნათელი დასტურიაო და ეს დასტური 40 დღის განმავლობაში გრძელდება კიდევ უფრო და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდხანს იქნება. ვისაც გვახსოვს იმ ადამიანების ცნობიერში ნამდვილად ასე იქნება. უნდა გაგრძელდეს იცით, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა პატივი მივაგოთ მის ხსოვნას, ყველაზე დიდი პატივის მიგება იქნება რომ ჩვენ თავში ვიპოვოთ უფალი. ჩვენ გავიხსენოთ მისი ქადაგებები, მისი ეპისტოლები და ცხოვრებაში უნდა გავატაროთ ეს იცით. აი თავი თავარი გაზიარებლად სოციალურ ქსელში. აი თავარი რა არის? აი ამას ჩვენ ყველა სტუმარს ვეკითხავდით ხოლმე ამ 40 დღის განმავლობაში. თავარი რაც დაგვიტოვა პატრიარქმა, რაც უნდა გავიგოთ, გავისეგზავნოთ და გავაკეთოთ. რომ ჩვენი გადარჩენა არის ქრისტიანობაში. დღეს განსაკუთრებით ქრისტიანობა მოიცავს სიყვარულს, სიკეთეს და სათნოებას. თვითონ ქრისტიანობა მოიცავს ეს ფილოსოფია მთელი ქრისტიანობის. იმიტომ რომ დღეს მით უმეტეს დღეს არის ეგზისტენციალური ომი ფაქტიურად
არა მხოლოდ ტერიტორიალური, არა მხოლოდ ეკონომიური სარგებლის, არა მხოლოდ გავლენების, ამის უკან მთავარი არის ეგზისტენცია. არსი თვითონ. ჩვენი არსი არის, რომ ჩვენ უნდა ძალიან მყარად ვიდგეთ ქრისტიანობის გვერდზე. უნდა ვიყოთ მსვლელები, როგორც მთელი ისტორია, ეხლა 1700 წელს ვიზეიმებთ ქრისტიანობის, ხო? ეკლესიის, ავტოკეფალიის. ჩვენ ვართ 60 კულო ეკლესიის ქვეყანა. ჩვენთან ქრისტეს კვართი არის სვეტიცხოველში. ეს უბრალოდ არ ხდება. თავისთავად. ჩვენ ამაში თუ გადავჩებით, აი ეს იყო პატრიარქის ალბათ ყველაზე დიდი დანატოვარი და ამას აშენებდა საქართველოში, რომ ჩვენ მივხვდარიყავით, რომ გადარჩენარი მხოლოდ ამაში. და ამიტომ უნდა ერთად დავდგეთ და მინდა კიდე ვისარგებლო თქვა, რომ აი ხა მისი დაარსებული დღე რო იქნება მაისში, ოჯახის სიწმინდის დღე და მშობლების მოგონების დღე. აი უნდა ყველამ ერთმანეთი დავინახოთ, კიდე ერთხელ პატივი მივაგოთ პატრიარქს და დავინახოთ ჩვენ ერთმანეთი ქრისტიანებმა. და მივხვდეთ, რომ ერთადერთი გზა არის გადარჩენის ჩვენი ეს. აი იქ უნდა გაერთიანდეს ერი ყოველთვის ხოლმე. მაგიტომ მოვედით, მაგიტომ საუბრობთ ქართულად, მაგიტომ წერთ ქართულად, მაგიტომ ღერი ვართ ქართულად. და როგორც ილიამ თქვა, ჭავჭავაძე ვენა მამული სარწმუნოება, ხო? აი ამ ტრიადის გარშემო ერთადერთი გზაა გადარჩენის. ამიტომ ამას მიუძღვნა მთელი თავის ცხოვრება ილია მეორე ჩვენა პატრიარქი. ღმერთი სამშობლო ადამიანი. ხო, ღმერთი სამშობლო ადამიანი. უღრმესი მადლი ძალიან დიდი მადლობა. რომ მოიცალეთ ჩვენთან მოხვედით ამ სუდამინდში. ეს რა თქმა უნდა ხურებით უღრმესი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ.